so what you can say about this day? It was very hard and productive day. I went to film voting, presidential election, and I filmed how disabled people was voting for a foreign student who studies in Azerbaijan to get permission and cover the election so easily. So it's really. So you enjoy? Yes, yeah? I liked it. It was very hard but very interesting. Really, I liked this day because it was the first chance of me to participate in this Georgian election, democratic election, the model of democracy in South Caucasus. I am very happy for this, and I think that after Azerbaijan election, Georgian elections, this process, it's very unbelievable for me. I can say that Saakashvili made us to wait there for 4 hours. Now I understand why Georgian people doesn't love him. But you did great job. I mean, your report, that was great, and you did it so fast. So thank you very much. I am very happy to hear it. Yeah, that's great. Good work. Thanks. Nini, How? რა ქენიაბა დღეს? და როგორი იყო? დღეს მე და ნინია მაჭარაშვილმა ვიმუშავეთ რადიოში, მე ვიყავი პროდიუსერი, ნინია იყო წამყვანი. ჩავწერეთ 3 სტუმარი, დანარჩენი პრინციპში 6 ადამიანი ჩავწერეთ სატელეფონო ზარის მეშვეობით და მე ვფიქრობ, რომ ძალიან პროდუქტიული იყო ჩვენი დღევანდელი მუშაობა და ძალიან საინტერესო. რადიოში არ ვიმუშავია არასოდეს და დღეს მქონდა პირველი რადიოში, ან შინ სამუშაო სივრცეში არ ვიყავ, დღეს ვიყავ პირველად და ძალიან კმაყოფილი ვარ. გია, ხო. რა სიტყვი დღევანდელ დღეზე აბა? რა ვიცი, რა უნდა ვთქვა. როგორ მოგეწონა რა ქენი, როგორი მუშავე? ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ვიყავით პირველი კურსით არ დაგვეხმარა და რა ვიცი, საკმაოდ ბევრი რაღაცის გაკეთება მოგვიწია. მე ვფიქრობ, რომ კაი დღე იყო. ესე იგი, მე პირადად 4 საარჩევნო უბანზე ვიყავი დღეს. საკმაოდ მაყოფილი ვარ ჩემი თავით დღეს. მაქედან გამომდინარე დაღინულობაც ნაკლებია. კაი ბიჭი ხარ, მადლობა. და ერთხელ მოკიდე ხელ და ისიც გააფუჭე. ნახე ახლა. უშველე. კარგი ბავშვები ხართ. ყოჩაღები ხართ? ყველაფერს კარგად აკეთებთ? შენს გარეშე როგორ შველებოდა? ჩემს გარეშე როგორ არ გეშველებოდა, თუნდაშინია გეშველებოდა. არა, ის არის. ეს მომესწრო ბიჭი, კაი ბიჭია, მაგრამ ზუმები გადავაგდებინეთ. შტატივიც არაუშავს უკვე რაღაცა ხელშიც კამერას ისე იჭერს რომ არ ყანყალებს. ომარს ცოტა უყვარს მაინც ესე ყოჩაღის ზუმები რაღაცნაირი. რას გეტყვი აბა დღევანდელ დღეზე როგორი მუშავე? მთელი დღესა დავგიჩნდა, შენს კარგად ისე როგორი მუშავა. მაინც კარგი იყო, ნაყოფიერი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრნი არ ვიყავით, საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. და რა ვიცი, შენ მოგეწონა? კი, მეც მომეწონა. კარგად შეიარა ყველაფერმა რა, არანაირი პრობლემა არ შექმნია. ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის? ყველაფერი კარგად იქნება შენი აზრით? კეთო, რა ვიცი, შენი აზრით? ელენე, რომელიც მთელ დღეა კომპიუტერთან ზის და ნიუსებს აშიარებს. რას გეტყვი? რა გითხრა? სიმართლე რო გითხრა, მკვდარი ვარ, ხენები მიკანკალებს, ვერ ვაზროვნებ, მაგრამ ისე, რა ვიცი, უკვე მეორე წელია რაც ჯიპა სტუდენტები ვაშუქებთ არჩევნებს, ძალიან საინტერესო პროცესია, დიდი გამოცდილებაა ჩვენთვის, მაგრამ რა ვიცი. This day was hard for me, for my group mates. Good luck. So, that's great. Who was candidate? Good luck. So you enjoy it. ჩემი უფრო შილვა გაეზრდა. შილვა. უკაცრავად. ძალიან ყოფილი ვარ, იმიტომ რომ გადავიღე ბევრი რაღაც, დავამონტაჟე. კიდე გადავიღე დავამონტაჟე და ეს პროცესი სიამოვნებაში და კაი იყო. ძალიან სასიამოვნოა, ძალიან სასიხარულოა. კარგი.
20 საათია ხმის მიცემის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწორედ ამ წუთებში წყდება რადიოთერაპიის პროგრამის პირველადი მონაცემები. საქართველოს კანდიდატების შტაბებში